ბათუმი ჭავჭავაძის 115 საკონდიტრო ირინას დამცხვარი. რატომ მოვედით კონკრეტულად ამ ადგილას? ძალიან ხშირად გვწერენ ჩვენი მაყურებლები, რომ აი ვიყიდე დამცხვარი, მოვიწამლე, კრემი იყო ამჟავებული და ასე შემდეგ. ამიტომ საკონდიტრო ყოველთვის იმ ინტერესების ცენტრშია, რომელიც უნდა დავაკმაყოფილოთ ჩვენი მაყურებლის, ჩვენი მომხმარებლის ინტერესი. ამიტომ მოვედით დღეს ჭავჭავაძის 115 ნომერში. პირველი შაბეჭდილება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, იმიტომ რომ აი რასაც უყურებ, ჭერი მოწესრიგებულია, კედლები მოწესრიგებულია, იატაკი სუფთაა, მით უმეტეს ძალიან რთულია საკონდიტროში ასეთ სისუფთავის დაცვა. და გაბატონილი რა აქ არის? თქვენ ბრძანდებით? სასიამოვნო. კარგი, მაშინ აქედან დავიწყოთ. გაბატონო ირინა, ქართული კანონმდებლობით ეტიკეტირება ხო უნდა იყოს? აი იმაზე არაფერს არ გეუბნებით, ის გადასარევია, არის ეტიკეტირება, ყველა ინფორმაცია, მაგრამ ძალიან ხშირად იყენებ სანტეს მაწვს, სხვათა რას იყენებთ ეს? კი ბატონო, ხო? მიაკადათ და შემოიტანეთ სამი. კი, მაგრამ ძალიან გთხოვთ, აი გაურკვეველი პროდუქცია არ შემოიტანოთ, იმიტომ რომ როდესაც მით უმეტეს ასეულით ობიექტს და ასეთი მაღალი მარჟა გაქვთ, აი მომსახურების აღებული და აი ყველაფერს დეტალურად უყურებთ, აი ამის შემოტანა, აი ამის ვადა ხო არ ვიცით. კი, გეთანხმებით, მაგრამ შრატი არის უკვე მოყენებული, ანუ ეს ახალი პროდუქტი არ არის, ხო? კიდე ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან. მაცივარი არის გაპრიალებული, აი ნახეთ, მინდა ეხა კარგად გაჩვენოთ. აი რეზინებით სუფთა, ძირებით ყველაფერი მოწესრიგებულია. მაგრამ აი ხა მაგრამზე რას გეტყვით ხო თუ მიხვდებით? პროდუქციაზე არა მაქვს საუბარი, ცალკე არის კი ბატონო და ჯვარედინი არის დაცული და დაფიქსირებული, ნუ ყოველ შემთხვევაში გამიჯნა ხდება, მაგრამ აი ერთია რომ კვერცხის ცილა გამორიცხეთ კვერცხთან, მზა პროდუქტთან შეხება, აი არც კი დაუშვათ ოდნავ მაინც გამოიყენეთ ერთჯერადი კონტეინერები და ეს არ არის ერთჯერადი კონტეინერები, ეს გადასაგდებია და მაგრამ რატო თქვი ისე კულე? ყველას ერთ-ერთი შეცდომა გაქვს. აი ამას რო აწკრიალებთ და წმინდათ, ვიქაც აწიეთ ხელი. აი ძალიან მარტივია, აი ნახეთ. მით უმეტეს როდესაც ჩართულია. აი ეგ ცოდია. აი ეგ არის ცოდი. ჩემი შეცდომა. ხელთათვანი მომეცით. ამ ბოლო დროს ეშმაკობას ხმარობ და ვითხოვ ხოლმე ხელთათვანს მაინტერესებს. თუ არა, მაგრამ ხელთათვანებს იყენებენ, ნამდვილად იმდენად მარტივად მომაწოდებს. ფუჟანგავი, არაჩვეულებრივი ნიჟარა, ონკანი საკმაოდ კარგად მოწესრიგებულია, ხელსაბანი, ყველაფერი, მაგრამ მაქვს თქვენთან ასეთი კითხვა. აი ამ დღეს რატო რეცი? ხალბატონო ირინა, ჩემო ძვირფასო ადამიანო, აი მოდით ახლა და ნახეთ, რატო ვეწინააღმდეგებ? კი, ვიცი რა რჩება ეს და მეტი აღარ გამოიყენება ნამდვილად. აი ნახეთ შეგით როგორ არის ჩარჩენილი და დარწმუნებული ვარ, აი მე ამას გაგიფუჭერთ აუცილებლად. კი, არა, იმიტომ რომ მე თვითონაც ვაგდებ ერთჯერადად ვიყენებ, აი ქვემოთ მილაგია. კი, იმიტომ რომ დიხანი არც და ნახეთ როგორი აი გაიმას, აი ცხიმი არის დარჩენილი. რაშიც მართავდა? ცხიმი, როდესაც აი მჟავდება ახალ კრემს რო ჩადებთ, არაჩვეულებრივი ნედლეული გაქვთ, უყურებ ყველაფერი კარგი გაქვთ. ამ ეს ხო გააფუჭებს აი იმ პროდუქტს და კი, გეთანხმებით მაგას, მაგრამ გამოუცვლელი მაინც არ ვაკეთებ ამას, იმიტომ რომ დიდი ხანი ამ სფეროში ვმუშაობ. აი ნახეთ, 15 წელია. კი ბატონო, და მაგას არ გამოვიყენებ. არ გამოვიყენებ. იმიტომ რომ ვერც გამოვიყენებ. კი ბატონო, აი ეს არის მრავალჯერადი გამოღებულია, ირეცხება, შესაბამისი მასა აქვს. კი ბატონო, მასა აქვს ამის ფუნქცია. აქედან გამომდინარე ეს დაშვებულია. მიყვარს გასქურები, საერთოდ აი სადაც რაღაცები იმალება, მაგრამ თქვენ აბსოლუტურად კვალიც კი არ არის. არა, აი კვალიც არ არის, არაფრის აბსოლუტურად. კუთხეები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აქ კუთხეებსაც უვლიან. გამარჯობა, რამდენი ნამცხვარი გაქვთ? ირინა აქ არის? ვინ არის ირინა? მთავარი კონდიტერია? ირინა არის კონდიტერი და ბუნებრივია, რომ თავის საწარმოს სახელი დაარქვა ირინას ნამცხვარი. აი ნახეთ, მე ესე ვიტყოდი, რომ ეს საკმაოდ სტანდარტული ნაკრებია. აი საქართველოში ძალიან უყვართ ეს ნამცხვარი. მედოკი, შოკოლადის ნამცხვარი, ეკლერი, შუ
დათუნია, ხო, აი ესეთი კლასიკური ნაკრებია. სნიკერსი აგერ 3.5 ღირს ერთი ნაჭერი. ოპიუმი ასევე 3.5 ლარი ღირს. რულეტი თაფლით და ასე შემდეგ. აი ეს არის ეკლერი რა ღირს? 2 ლარი ღირს ეკლერი, ნახეთ რა ხელა ეკლერია. არ ვიცი, გემოზე ვერ გეტყვით, ჩვენ ახლა ამისთვის არ შემოვსულვართ, ჩვენ ვაფასებთ სამზარეულოს, რა თქმა უნდა, სამქროს და ბუნებრივია ვათვალიერებთ აი ამ ლამაზ ვიტრინებს. საკონდიტროს ვიტრინები ყოველთვის ძალიან ლამაზია, იმიტომ რომ ნამცხვარი თავისთავად არის ფაფუკი, სურნელოვანი, ტკბილი, ლამაზი და ასოცირდება დღესასწაულთან. იმიტომ რომ როდესაც გააქვს ან დაბადების დღე, ან ქორწილი, ან წვეულება, ყოველთვის ყიდულობ რას? ტორტს. აგერ ბატონო რაფაელო 40 ლარი, 48 ლარი. მოკლედ, მე ერთს ვიტყვი. ირინას ნამცხვარში ძალიან ლამაზი დახლებია, ლამაზი ნამცხვარია, ხოლო რა პირობებში ამზადებენ ამ ნამცხვარს, უკვე რა თქმა უნდა ვიგებთ მადონა კოიძეს სიუჟეტიდან. ეს არის მშრალი საწყობი, ყველაფერი თაროებზია, კვერცხი ახალი მიღებულია, ნუ ამასაც მოუვლიან და გასაცივებლად არის ჟარონები, ნუ შემოკრულია თვალში. ძალიან კარგია, დაცულია, კონტეინერებია, ჯერადი რომ გაიტანონ პროდუქცია თუ კი შეკვეთა იქნება და იმედია რომ შეკვეთები იქნება, იმიტომ რომ ყველა ობიექტი უნდა განვითარდეს და უნდა იმუშაოს, თავარია რომ უნებლიოთ უნდა აკეთონ ყველაფერი. ეტყობა ხშირად ხდება, როდესაც ყინავთ, იმიტომ რომ ტემპერატურა 20 გრადუსი, -20 გრადუსი არის და აქედან გამომდინარე ხშირად აი სხვადასხვა ტორტებსაც ატყინავთ, აი კვალი. ტორტები, ანუ ეს უბრალოდ ეხა რომ აიღებს ამას ხელზე შევა ხელთათმაზე გქონდეს და იმიტომ რომ ტორტებს არ ყინავთ. კარგი. მაშინ აი ზუსტად რატო იცით, აი მაშინ რაღაც ისეთ აი ამასთან შეხებაში რო არ იყოს და ხელის აღების დროს და ასე შემდეგ, აი ამ პარკებთან შეხებაში არ უნდა იყოს. იმიტომ რომ ეს არის ჯვარედინის დაბინძურების რისკი. ეს არის კი ბატონო. მაშინ აი ეს რო ასე არ უნდა იდოს და რაღაც შემაღლებულ და განცალკავებულად და შეხებაში არ უნდა იყოს ირგვლივ არაფერთან, ეს მშვენივრად იცით და ამას იმედია გაითვალისწინებთ და გააკეთებთ. აჰა, კრემები აგერ ახალ-ახალი კრემები კეთდება, აი ტორტები ცივდება და ერთადერთი კიდე რა უნდა გთხოვოთ, ქალბატონო ირინა, ნახეთ. ეს მარწყვი, კი ბატონო. მარწყვი, აი ნახეთ, ბინძური ხელი, ბაზრიდან მოტანილი, აი მარწყვი რო ეხება, აი ამ ტორტებს, აი ეს არის ყოლა დაუშვებელი. მოგუებო, ხვევით რო წმინდავთ, ესეც არ უნდა დამიტოვოთ, აი ნახეთ როგორ გადიტრიალებ. ავლაბუდებს ვერ უყურებ, მაღალია ჭერი, მაგრამ მაინც გასუფთავებულია. ყველაფერი ეს ახალია, ეს ახალი გამოყენებულია. ყველა ახლა დღეს გამოვიყენე მე, დღეს რო დამჭირდა და იმიტომ როცა ეს განარეცხი. ეს არც გამომიყენები, არც მოხში. განარეცხია. შეგეთ იყო და გაცლილია, ხო? გამოვიდა და კარგი, ყოველ შემთხვევაში აწი აღარ ვიხმართ, ხო? მე პრინციპში სიმართლე რო გითხრათ, კმაყოფილი გავდივარ.